მოგესალმებით, მეგობრებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. მოგიკითხავთ ყველა ძალიან დიდი სიყვარულით და დაგიბრუნდით. ადგილი შევიცვალე, როგორც ხედავთ, მოკლედ. შესაბამისად, მოდით ახლა განვიხილოთ. ვისაც ჩემი ნახატები გიყვართ და ასე შემდეგ, ყველა შემომიერთეთ და მოდით ახლა განვიხილოთ მომენტი აქ და ახლა უფრო კონკრეტულად და როგორ აღვიქვავთ ჩვენს თავებს კონკრეტულ მომენტში აქ და ახლა. მოკლედ, როგორც წინაზე აღვნიშნეთ, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ ჩვენი მომენტი აქ და ახლა მაგალითად, ხო? ანუ რა არის? რომ ჩვენი ტვინი, ესე, არის მომენტი აქ და ახლა, როდესაც სხეული აქ ეს ჩვენი სხეული ყოველთვის იმყოფება აქ და ახლა მდგომარეობაში, ყოველთვის ნებისმიერ მომენტში ჩვენი სხეული, თუ დააკვირდებით, არის აქ და ახლა მდგომარეობაში და მომენტში. არანაირი მისთვის სხვა მომენტი არ არსებობს, რა ჭირს ამ კამერას ახლა. ხო? არანაირი მისთვის სხვა მომენტი არ არსებობს, სხეული არის ყოველთვის აქ და ახლა მდგომარეობაში, მაგრამ კიდევ გვაქვს სხეულთან ესეთი პატარა რაღაცა მიმაგრებული, რომელსაც ქვია ეგო, ხო, რომელსაც ჩვენ ვეძახით ეგოს, ანუ ჩვენი აქტიური ფაზაში მყოფი ტვინი, რომელიც სულ ფიქრობს 24/7-ზე ჩართული არის და მისი ესე იგი, ის ან არის წარსულში, წინაზეც განვიხილეთ, წარსულში რაღაცა კონკრეტულზე ფიქრობს, კონკრეტული საკითხია გადასაწყვეტი, კონკრეტული რაღაცა აქვს მოსაფიქრებელი, ხო? ფიქრობს გუში რა გააკეთა, შედეგი მიზას შედეგობაზე ფიქრობს, ხო, ყოველთვის მაგალითად, ან არის მომავლის პერსპექტივაში, ანუ რა, მაგალითად, დასაგეგმი აქვს ხვალინდელი დღე და ასე შემდეგ და რა ვიცი, მილიარდი რაღაცა, ხო? ანუ სხეული რეალურად არის ყოველთვის აქ და ახლა მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენი ეგო, ანუ ტვინი აქტიური არ გვიშვებს იქ, რომ დავტკბეთ ანუ ამ მომენტით, ხო, ახლა და აქ მდგომარეობაში, რასაც ქვია აქ და ახლა მდგომარეობა. ეხლა როგორ მივახციოთ მდგომარეობას აქ და ახლა ისე რომ თქვენც აღიქვათ, ხო, რას ნიშნავს ეს აქ და ახლა მდგომარეობა ზუსტად და კონკრეტულად. მოკლედ, ჩვენი სხეული ესე, ჩვენი სხეული, რომ დააკვირდეთ, ვისაც ჩემი ნახატები გიყვართ, განსაკუთრებით შემომიერთეთ, მეგობრებო. ჩვენი სხეული, რომ დააკვირდეთ, ადამიანის სხეული არ გადის აი ამ კონკრეტული მომენტიდან, ყოველთვის არის აქ და ახლა მდგომარეობა. ანუ, იმდენად გაუცნობიერებლად ვაკეთებთ რაღაც კონკრეტულ, თუნდაც კონკრეტულ მოძრაობებს, ხო? მაგალითად, მიდევს ხელი და უცებ ავწიე ხელი, ხო? მე ხო ეს ანუ ავტომატურად ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ მე ხო არ შემიძლია ვთქვა, რომ გუშინ გააკეთა სხეულმა ეს, ან ხვალ გააკეთებს რაღაცას. ანუ მიხვდით რაშია საქმე, სხეული ყოველთვის არის აქ და ახლა ანუ სულ აქ არის, მიხვდით, სულ აი ამ კონკრეტულ მომენტში არის, სულ აი ამ კონკრეტულ პერიოდში იმყოფება დროის. მიხვდით? თუმცა დრო არ არსებობს, ამაზე შემდეგზე ვილაპარაკებ, თან ძალიან რცლად ვილაპარაკებ, მინდა რომ გაიგოთ, დრო რატომ არსებობს, ანუ ჩვენი თვალთ, ადამიანური თვალთახედვით, როგორ არსებობს დრო და რეალურად რა არის დროის განსაზღვრა. ასე რომ ჩემოკარგება, ხო? ვლაპარაკობდი იმას, რომ სხეული ყოველთვის არის აქ და ახლა მდგომარეობაში. თქვენ თუ დაუკვირდებით, თქვენ, ანუ რეალურად როგორ არის, იცით, ჩვენი ეგო, როდესაც არის ძალიან აქტიურად ჩართული ცხოვრებისეულ მომენტებში, მაგალითად, იგივე წარსულზე ფიქრში, რომ გუშინ რაღაცა მოხდა და სიტყვაზე ვიღაცა საკადრესი პასუხი ვერ გავეცე, ან ვიღაცა სიტყვაზე რაღაცა დამავიწყდა ვიღაცისთვის რაღაცა მეთქვა, ან მაგალითად ვფიქრობ, რომ ხვალე რას საჭმელი მოვამზადე, ხო? რა უნდა გავაკეთო ხვალე, როგორ უნდა დავგეგმო ხვალინდელი დღე, რა უნდა ვქნა, როგორ მოვიმოქმედო ეს, როგორ გადავწყვიტო. ანუ ძალიან მინდა პრაქტიკაში ვინც ახლა უყურებს ხოლმე ჩემს ვიდეოებს და ვინც აქტიურად ხართ ჩართული ჩემთან ერთად, ხო, ვინც მოდიხართ, ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად დააკვირდით თქვენს აზრებს მთელი დღის განმავლობაში. ანუ სად ხართ, წარსულში თუ მომავალში. ანუ აქ და ახლა მდგომარეობა რა არის, იცით, ფაქტი. თვითონ ფაქტი, რომ მაგალითად მე ჩემს სხეულს, ანუ ამ სხეულს, კონკრეტულ სხეულს, აი ამ კონკრეტულ მონაკვეთში უჭირავს რვეული, ამ ფურცელი, ამ ნებისმიერი რამე უჭირავს ფლომასტერი და ხატავს რაღაცას, ხო? ან უბრალოდ სხეულის საუბრობს. ეს ხო ფაქტია რეალურად. მაგრამ ვერ ვამჩნევთ აი ამ ყოველ წამიერ აქ და ახლა მდგომარეობას გამომდინარე ჩვენი ეგოდან,
ეს არის ეგოს თამაშები, მე ესე ვეძახი ყოველ შემთხვევაში. ეს არის ეგოს თამაშები ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ ყოველთვის ან ვიფიქროთ, ესე იგი, უკან რა იყო გუშინდელი დღე, როგორ გავიდა, რა გავაკეთეთ, რა მოხდა, ანალიზი გავუკეთოს, ხო? თუნდაც აი რომ დაწვევით მაგალითად საღამოთი, თქვენ იმაზე კი არ ფიქრობთ, რომ აი თქვენი სხეული ახლა წევს ლოგინში მაგალითად ან რაღაცა იდეალურ და არაჩვეულებრივ გადასაფარებელში ან თეთრეულში, ხო? არა, თქვენ უკვე ფიქრობთ, დღეს როგორ გავიდა, უფროსმა რა მითხრა სამსახურში, რა მოხდა, თუ მაგალითად სამსახურში ბავშვებს რა, ანუ რაღაცა მთელი ამბები, ხო? მე რა იწყება, შემდეგი ხვალინდელი დღის დაგეგმა, რომ ბავშვებს ახლა ისჭირდებათ, ასე ისე, ხო, სამსახურში ხვალ ეს მაგასაკეთებელი დავგეგმო ეს და ასე შემდეგ და მილიონი აზრი და ფიქრი რეალურად, ხო? აი ეს არის ზუსტად ეგოს თამაშები. თუმცა თქვენ თუ აი ძალიან მოდუნდებით, ანუ მიხვდებით, რომ თქვენი სხეული ყოველთვის არის აი ამ კონკრეტულ მომენტში, არასოდეს არ გადის აი ამ კონკრეტული მომენტიდან და ყოველთვის ყველაზე უსაფრთხო ზუსტადაც რომ არის ეს კონკრეტული მომენტი. ანუ იმიტომ რომ თქვენ ხართ დამკვირვებლის პოზიციაში, აღიქვავთ ყველაფერს ერთად, აბსოლუტურად, აი ძალიან დიდ კადრად. მიხვდით, აი თითქოს ერთი კადრი არის ყველაფერი ტელევიზორზე. გესმით, აი ყველაფერს ხედავთ ერთად, მაგალითად, იგივე საწენმაგიდას, საწოლს, სამზარეულოს, ყველაფერს ერთად სხეულიანად. გესმით? აი ეს არის ყოველთვის ყოფნა აქ და ახლა მდგომარეობაში, როდესაც შენს ეგოს არ აძლევს საშუალებას, მაგალითად იფიქროს რაღაცა კონკრეტულ მაგალითად პრობლემაზე, ან რაღაცაზე, კონკრეტულზე და ხარ უბრალოდ აქ და ახლა მომენტში და ზუსტად მაშინ ამჩნევ, რომ თურმე ის პრობლემები, რომლებიც შენ გაწუხებს რეალურად, მიხვდით? ეს საერთოდ არ ყოფილა პრობლემა თქვენთვის. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოდის ეგოდან, აი აბსოლუტური ეგოდან. ძალიან მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ დამიწეროთ კომენტარებში, აი რა ფიქრები გაქვთ ხოლმე მთელი დღის განმავლობაში თქვენი დაკვირვების შემდეგ, ანუ რა ფიქრები, რაზე ფიქრობთ მთელი დღის განმავლობაში, უბრალოდ როგორც დამკვირვებელი იყავით, მიხვდით, კი არ აყვეთ ფიქრებს სიტყვაზე ვიძახი. ხო, ვიღაცამ რაღაცა გითხრათ და თქვენ უცებ წახვედით, განავრცეთ, ხეს როგორ შემეშალა, ის როგორ არ თქვენ. არა, უბრალოდ დააკვირდით, უბრალოდ მაქსიმალურად დააკვირდით, რაზე ფიქრობთ მთელი დღის განმავლობაში და ძალიან გთხოვთ კომენტარებში შემომიერთდით. ეხლა რა მინდოდა რომ მეთქვა? ანუ ჩვენი ეგო, ეს არის ყველაფერი ეგოს თამაშები. თუ ოდნავ მაინც ანუ არ შეებრძოლებით ამ ცხოვრებას, ხო? შეეცდებით რომ იყოთ დამკვირვებლის პოზიციაში, თქვენ ძალიან მარტივად გადახვალთ ცხოვრებისეულ, თქვენი ცხოვრებისეულ შემდეგ ეტაპზე. ანუ მე არავის არ მოუწოდებ, რომ ახლა ყველა გამოვფხიზლდეთ და გამოვიღვიძოთ, თუმცა ძალიან ბევრი მსურველია იმის, რომ რეალურად დაინახოს სამყარო ისეთი, როგორიც არის და მეც თავიდან ზუსტად აი ამ ხიბლით ვიყავი ყოველთვის, რომ დავინახო ისეთი სამყარო, როგორიც რეალურად არის. ანუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა გაიღვიძოს, მაგრამ თქვენ არ იღვიძებთ აბსოლუტურად სხვა სამყაროში, მიხვდით? ანუ არ გაქრება ეს რაღაცა ხე, არ გაქრება ეს ძალიან ბევრი შიში არის ხოლმე, რომ გავიღვიძოს სხვა სამყაროში, მე რა მოხდება. ანუ რეალურად რა ხდება, ხო? არ გაქრება ეს ფარდა, არ გაქრება ეს ფანჯარა, არ ვიცი, არ გაქრება ეს მაგი და არაფერი არ გაქრება. ყველაფერი რჩება ისე, მაგრამ თქვენ აღართ ხართ უკვე ეგოს წვეობაში რეალურად გამოღვიძება ნიშნავს გამოიღვიძო ეგოსგან და შეცვალო. ანუ აბსოლუტურად იცვლება თქვენი აღქმა სამყაროს მიმართ. როდესაც სხეულთან ერთად თქვენ როგორც მაყურებელი ზევიდან, ანუ მიხვდით, მაყურებელი ზევიდან, იმიტომ რომ წინა ვიდეოში ძალიან დაწულებით განმარტე, ვინ ხართ თქვენ და დაიმახსოვრეთ. ყოველი ადამიანის არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი, რასაც აქ ამ სამყაროში უბრალოდ ხედავთ და აღიქვავთ. ეს ყველაფერი არის ღმერთი. თქვენი თვალებით იყურება ღმერთი, თქვენი არ გამომიხტეთ ძალიან, გთხოვთ, აი ცხოველის თვალებით ღმერთი იყურება, ოღონდაც ყველას თვალებით ხე ფოთოლი არ გაიშრიალებს ღმერთის დაუკითხავად. ანუ ღმერთი, სამყარო, შემქმნელი, არ ვიცი როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, ხო? ქრისტიანებისთვის უფრო ალბათ მისაღები არის ამ ეგრეგორში ესე რო ვთქვათ, ხო? ჩემთვის ძალიან ანუ ამ გამოღვიძების მერე აღარ არის არანაირი ეგრეგორი და ასე შემდეგ, მაგრამ ვცდილობ რომ მაქსიმალურად მარტივად მოვიტანო თქვენამდე ჩემი სათქმელი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იმენერი ან აქ ხართ
და მაქსიმალურად ეცით რატო წერ ამ ვიდეოებს, რომ მიუხედავად იმისა, ვინ გაიღვიძებს, ვინ არ გაიღვიძებს, ძალიან მარტივად შეგიძლიათ კვანტური ნახტომი გააკეთოთ აბსოლუტურად ახალ ცხოვრებაში, თუ თქვენ არ ენდობით თქვენ საკუთარ ეშმაკს. არანაირი ეშმაკის სხვა რაღაცა სატანა ის და ის არ არსებობს. ეს არის ყველაფერი თამაშები ეგოსი და არა მხოლოდ ჩვენი, ანუ ჩვენ გვასწავლეს, ჩაგვინერგეს, ჩაგვაგონეს და ასე შემდეგ და ეგო არის ერთადერთი სატანა, რომელსაც აქვს ძალიან ცუდი თამაშები მართლა რეალურად. იმიტომ რომ მქონდა პერიოდი, როდესაც ერთი პერიოდი გამოვიღვიძე, აბსოლუტურად გამოვიღვიძე ეგოსგან, აი აბსოლუტურად, მაგრამ შემდეგ ისევ შემithრია წარმოიდგინეთ ამ ყველაფერმა, ამ ძალიან დიდმა ილუზიამ და ეს მართლა ძალიან დიდი ილუზია, როდესაც არ იმყოფები აქ და ახლა მომენტში და ხარ ეგოს ტყვეობაში, ანუ ამ ფიქრობ წარსულზე, ან ფიქრობ მომავალზე, ან მაგალითად რაღაცა გინდა და იწყება ყველა კითხვა, რომელიც თქვენს თავში მოვა, მაგალითად გინდათ მანქანა. რეალურად ხო? ანუ გინდათ მანქანა თქვენ, რაღაცა ეს პირობითი მანქანა, ანუ რეალურად როგორ არის იცით? თუ თქვენ ყველა კითხვა როგორ ვიყიდო, საიდან გავაკეთო ფული, საიდან ვიშოვო და ასე შემდეგ, ყველაფერი არის ეგოს თამაშები. თუ თქვენ მაგალითად არ შეებრძოლებით ამ სამყაროს, მიხვდით? არ იბრძოლებთ, იმიტომ რომ ყოველი ჩვენ ადამიანური, ყოველი გათენებული დილა, ყოველი გათენებული დღე, ყოველი გათენებული წამი, ყოველი აი აბსოლუტურად ყველაფერი ეს არის ბრძოლა. ეხლა რომ დაუფიქრდეთ, ხო, როგორანაირად საათ რატო ისთვისაც წავიდე, სად მოვიმუშაო, სად ყოველ კონკრეტულ მომენტში ვებრძვით სამყაროს, მიხვდით? როდესაც მიყვები სამყაროს დინებას, არ არსებობს იქ არ მიგიყვანოს, სადაც შენი ადგილია. აი ეს არის აი გამორიცხული ამბავი, იმიტომ რომ როდესაც დავიწყე ჩვეულებრივად მინდობა სამყაროზე. უბრალოდ ცხოვრება აქ და ახლა მომენტში ყველანაირი კითხვის და ყველაფრის გარეშე, ანუ დამიჯერეთ ხალხო, ყველანაირი დაბრკოლება თავისით აღმოიფიქრა და მართლა რეალურად მივხვდი, რომ ეს ყველაფერი რეალური პრობლემები, ვითომ სესხები, კრედიტები, არანორმალური რაღაცები, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ეგოს თამაშები და გეტყვით ახლა რატო. იმიტომ რომ ჩვენ წარმოიდგინეთ, რომ როგორ მოქმედებს სამყარო. სამყარო არის აი ეს ერთი დიდი ჩათვალეთ ფურცელი, ოღონდ და წარმოიდგინეთ ახლა აი აქ ერთი წამი დავხატავ. აი აქ არის ჩემი სხეული, რომელიც დაიბადა ამ სამყაროში, ხო? არის ამ სამყაროში და ახლა რა ხდება? სამყარო თავისთავად გთავაზობთ მილიარდ ვარიანტს. ანუ იმების მოვლენების განვითარების, აი არ ვიცი, აურაცხელი ვარიანტი არის. მიხვდით? აურაცხელი ვარიანტი არის, აი მილიარდობით წარმოიდგინეთ რა, ეს არის მილიარდობით ვარიანტი, სადაც მაგალითად ეს ჩემი სხეულია, აგერ თათა სადღაც აწერია, ეს არის თათა. და მე აღვიქვავ ჩემს აი ამ სხეულში, და აი ამ სახელით და გვარით ჩაკეტილ ადამიანს, რომ აი ეს არის სამყარო და მე ამ სამყაროში ვარ, აი ეს პერსონაჟი, მიხვდით? თათა. მაგრამ როგორ აღვიქვავ, ნახეთ, ეს სამყარო და ეს პერსონაჟი, არ აღვიქვავ როგორც ერთიანი ყველაფერი, ხო? რეალურად. ეხლა არის მილიარდი განვითარების მილიარდი გზები, რეალურად. აქ არის მაგალითად ბინა, მანქანა, აქეთ არის კრედიტი, ვალები, აქეთ კიდე რა ვიცი უბედურება, აქეთ ჯანდაბა, აქეთ ყველაფერი კარგი არის, მიხვდით? ანუ აქეთ რაც თქვენ გვინდა თქვენი ოცნებები და ყველაფერი. ანუ მე, როდესაც ვარ ცალკე პიროვნება ამ სამყაროსგან, ანუ ცალკე სხეული და ვერ აღვიქვავ ამ სამყაროს ერთიანად, ანუ რა ხდება, ხო? აუცილებლად მე რთვება ეგო, რომელიც მეუბნება, რომ მე თუ მანქანა მინდა, უნდა ავიღო კრედიტი, უნდა ვიმუშაო, არ ვიცი, ენის გადმოვარდნამდე და ასე შემდეგ, რომ 2 თეთრი შევაგროვო და შემდეგ რაღაცა ვქნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არის კიდე მილიარდი გზები. უბრალოდ რა არის, იცით? სამყაროს თამაშებია ესეთი, ღმერთი თამაშობს რეალურად, ხო? უნდა რომ აღიქვას ყველა ემოცია, ყველა ხედვა, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი თქვენი თვალით დანახული, რეალურად ხედავს ღმერთი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ხართ ცალკე უბრალოდ ადამიანები, ანუ ადამიანები, უბრალოდ სხეულები არ ხართ, ხო? თქვენი თვალით იყურება ღმერთი, დაიმახსოვრეთ, ეს ერთადერთი საიდუმლო არის. ოღონდ მართლა ცხოვრებაში, რომელიც უნდა იცოდეთ და ეს არის აუცილებელი და გაითავისოთ. ყველაზე დიდი საიდუმლო აფირმაციები არაფერში არ დაგეხმარებათ, თუ არ იგრძენით რეალურად, ის იმედიტირეთ რამდენი ხანიც გინდა 10, 15, 20 მილიარდი წელი. ანუ თუ თქვენ თვითონ შინაგანად არ გრძნობთ იმას, რომ თქვენი თვალებით იყურება ღმერთი რეალურად. ანუ თქვენ ხედავთ, კი ბატონო, თვალი ხედავს, როგორც კი გაახელს, მაგრამ
ანუ ვინ იყურება იმ თვალიდან, არასოდეს არ დაფიქრებულ ხართ, ხო? აზრები, რომლებიც აი სუბტიტრებით, აი სულ მოდის, ყოველ ერთ წამში მოდის. ანუ თქვენ ქმნით ამ აზრებს, თუ თქვენ ქმნით ამ აზრებს, მაშინ ესეთი მარტივი პრაქტიკა თქვენთვის, მეგობრებო. დახუჭეთ თვალები, უბრალოდ იმიტომ, რომ თვალდახუჭულ მდგომარეობაში ძალიან კარგად იგრძნობა ნებისმიერი შეგრძნება, უფრო ესეთი მძაფრი არის ნებისმიერი შეგრძნება, ანუ აზრების ყურადღების მიქცევა და ასე შემდეგ. უბრალოდ დააკვირდით, კი არ იფიქროთ, უბრალოდ დააკვირდით, აი რამდენი აზრი მოგივათ ერთმანეთისგან განსხვავებული. და ახლა ვერ მეტყვით, რომ თქვენ ახლა ზიხართ და მოდი ახლა ამაზე გავიფიქრებთ, მოდი ახლა იმაზე. არა, ეს უბრალოდ არის მიზეზშედეგობრივი ამბავი, რომელსაც მე თქვენი ეგო, ანუ ტვინი ამუშავებს და ესე ისურის რაღაცა იმ გამონათებებისავით, მიხვდით? სულ ეს არის და ეს. როდესაც ვამბობ, რომ იყავით ყოველთვის აქ და ახლა მდგომარეობაში, დააკვირდით თქვენს სხეულს და ყოველთვის გადაგიყვანთ მომენტალურად აქ და ახლა მდგომარეობაში, ანუ ეხლა ეს რას ნიშნავს? გადაგიყვანთ აქ და ახლა მდგომარეობაში. თქვენი სხეული რეალურად ანუ დამოუკიდებელი არის ყველაფრისგან აბსოლუტურად, მიხვდით? ანუ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტიპია ყველაფრისგან. უნდა ხელისაწევა აწია ხელი. ბოდიში, ანუ უკაცრავად ყველასთან, მაგრამ მოუნდა საპირფარეშოში, სანამ შენ ამას გაიფიქრებ, რომ შენ საპირფარეშოში გინდა, ის უკვე ამდგარია და თავისით მიდის, ხო? რეალურად. ანუ თქვენ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ? ანუ თუ მაგალითად ყველაზე მაგრები ვართ, მაშინ კიდევ ერთი პრაქტიკა შევიკავოთ სუნთქვა 1 საათის განმავლობაში და ამას თქვენ ვერ მოახერხებთ. ორგანოების შინაგანი, რომელიც ყოველთვის მუშაობს, ხო, თქვენ ამაში არანაირი წვლილი არ მეგიწყვით, ხო, საჭმელს თავის თამუშავებს ორგანიზმი, იქ რაღაცა ცვლა, იმის ცვლა, ეს თქვენ საერთოდ არ გიხებათ. უკაცრავად მოკლედ, ანუ რისი თქმა მინდა რომ გაიგოთ უბრალოდ რა პრინციპით მუშაობს ყველაფერი, ხო? ანუ ყველაფერი არის ცალ-ცალკე ორგანიზმები, მაგრამ ნახეთ, ანუ ეგოს უყვარს მითვისება, რომ მაგალითად მე ვსუნთქავ, ჩემი ხელია, ჩემი ყურია, ჩემი თვალია და ასე შემდეგ. ანუ რეალურად თქვენ არაფერი არ გეკუთვნით აქ. მიხვდით? ყველაფერი მოძრაობს, სუნთქავს თავისით. ანუ თქვენ არანაირი მაგალითად თქვენ ვერ აკონტროლებთ ჩასუნთქვას, ამოსუნთქვას, ხო? ხელის მოძრაობასაც კი ვერ აკონტროლებთ, დამიჯერთ. შეეცადეთ გააკონტროლოთ, ვერასოდეს ვერ. ყველაზე რთული საქმიანობა არის არაფრის კეთება. და ძალიან გთხოვთ, შეეცადეთ აკეთოთ არაფერი. დაახლოებით, აი, რაღაცა 15 წუთი დაჯექით, უბრალოდ დაჯექით და არაფერი არ აკეთოთ. ეგ არის ყველაზე რთული საქმიანობა. მაშინ თუ ვიძახით, რომ ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ, ყველაზე რთული რატო არის სხეულის გაკონტროლება, რა ხდება ლელი? ჩემი ძაღლი მოვიდა. ყველაზე რთული არის არაფრის კეთება. ღმერთო, ეს აი ყველაზე რთული საქმიანობა, იმიტომ რომ როდესაც ხარ მედიტაციაში მაგალითად, ხო? ეს არის კატასტროფა, რომ არაფერი არ ეკეთო, ანუ სხეულს უნდა ადგომა, ხელის განძრევა, რაღაცა ის, მაგრამ ანუ რეალურად წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ესე იგი გამოდის, რომ ის სხვა თავისთვის ტიპი არის და თქვენ სხვა თავისთვის ტიპია. რეალურად, ანუ ნახეთ, როგორ გადავიდეთ აქ და ახლა მდგომარეობაში ძალიან მარტივად. ყოველთვის იყავით დამკვირვებლის პოზიციაში. მოვიდა რაღაცა აზრი. გაუშვით. ანუ უბრალოდ არ აყავეთ ფიქრებს, უბრალოდ გაუშვით, დააკვირდით სხეული, ამ მოტომოვიჩი რას აკეთებს, ფურცელი უჭდავს, ჭურჭელს რეცხავს, არ ვიცი კიდე, ხო, ძაღსაჭამა, ჩემი ძაღლი შემოვიდა და მაგით გამახსენდა, ძაღსაჭამა, არ ვიცი, ხო, რაღაცა სარიცხი გარიცხა. ყოველთვის დააკვირდით აქ და ახლა თქვენი სხეული რას აკეთებს, მომენტალურად გადახვალთ ახლა აქ და ახლა მდგომარეობაში და ეს მოგცემთ საშუალებას იმის, რომ მთელი დღე კი არის ფიქრობთ იმაზე, რომ კრედიტი გაქვთ, ვალები გაქვთ და ასე შემდეგ, უბრალოდ აქ და ახლა მდგომარეობა თქვენ გასწავლით იმას, როგორ მიენდოთ სამყაროს, რომ აქ და ახლა მდგომარეობა ყველაზე უსაფრთხო მდგომარეობა აბსოლუტურად თქვენ ესეთ უსაფრთხო მდგომარეობას ვერსად ვერ ნახავთ, იმიტომ რომ გუშინ შეიძლება პრობლემები იყო, ხვალე არ იცით რას გააკეთებთ, ანუ მიხვდით, ხვალე უკვე არ იცით რა მოხდება 5 წუთის წინ, მაგალითად ადამიანი ცოცხალია, 5 წუთის მერე აღარ არის, ანუ ხო ხვდებით, აქ და ახლა მდგომარეობა არის ყველაზე კარგი მდგომარეობა, როდესაც აბსოლუტურად ენდობი სამყაროს, მინდობილი ხარ სამყაროზე და არ ფიქრობ აი ამ რაღაცა უბედურებებზე და დამიჯერეთ, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, დამიჯერეთ, რომ ეს თქვენი საუკეთესო
საუკეთესო პერიოდი. ანუ არ მოვა მანამდე, სანამ თქვენ შეწყვეტთ, არ შეწყვეტთ უბრალოდ ბრძოლა სამყაროსთან. დამიჯერეთ, რომ თქვენს თვალებიდან, რომელშიც იხედება ღმერთი და მხოლოდ ღმერთი უყურებს, აღიქვავს, გრძნობს და ასე შემდეგ, ხო, აი ამ სხეულის შეგრძნებების, ყურების, სმენის და ასე შემდეგ, ჩვენი ორგანოების, ხო, ეს მგრძნობელი ორგანოების მეშვეობით, რომელიც ღმერთი გრძნობს ყველაფერს, მას საერთოდ არ უნდა რომ რაღაცა პრობლემები გქონდეთ. საერთოდ არ უნდა რომ რაღაცა პრობლემები იყოს. პირიქით თქვენ მოხვედით და თქვენი სხეული დაბადებული და მოსული არის იმისთვის აქ, რომ შეიგრძნოთ მთელი ამ სამყაროს იდეალურობა, იმიტომ რომ სამყარო ნამდვილად იდეალურია. წარმოიდგინეთ, მოდის წვიმის წვეთი, ხო? ესეთი წვიმის წვეთი. ანუ წვიმის წვეთი ხო იდეალური რაღაცა, არავინ არ აკონტროლებს მას სად დაეცემა, როგორ დაეცემა, მაგრამ იდეალურია ყველაფერი. ხო სწორია? აბსოლუტურად სწორია. ყველაფერი ჩიტები, არ ვიცი, ნებისმიერი ცხოველები, ხო? ენდობიან სამყაროს. ერთადერთი არის ადამიანი, იმიტომ რომ მას აქვს გამძაფრებული ეგო და ყოველთვის მოქმედი ტვინი, რომელიც ყოველთვის ფიქრობს, რომ რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს ახლა, თორე სხვანაირად არ არსებობს ახლა. ანუ თუ ყველაფერი კარგად არის, არ გიფიქრეთ, რომ აი მართლა ყველაფერი რაღაც ძალიან კარგად მიდის და რამე უბედურება არ მოხდეს, ხო სწორია? ამიტომ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ძალიან შევეცადე რომ მარტივად ამეხსნათ დაახლოებით მდგომარეობა. შემდეგი თემა იქნება ფინანსებზე, რომელსაც ხვალდაზე უკვე ჩავწერ. ძალიან გთხოვთ თქვენს პირად სატანას, ნუ ენდობით, ნუ მოусმენთ. ყველაფერში შეიტანეთ მის ნათქვამში, იმიტომ რომ ანუ ხო გონიათ რომ თქვენთან არის მეორე პიროვნება, ვინც სულ ლაპარაკობს. ანუ მე მართლა მქონდა უკვე ბოლოს ეს შეგრძნება, იმიტომ რომ იმდენად ძაფრად მესმოდა ჩემი შინაგანი ხმა, ესე რომ ვთქვათ, რომ მეგონა რომ საერთოდ გავგიჟდებოდი, იმიტომ რომ ანუ ხო ხდებით აი სულ რაღაცა ხდება, უნდა რაღაცა აქტიურობა და ბოლო დავიღალი აი ამ ყველაფრით მართლა და მივხვდი რომ აზრი არ აქვს შეწინააღმდეგებას. უბრალოდ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება. თქვენი იდეალური ვარიანტი არის ეს, რომ იყოთ ახლა და აქ და ახლა მდგომარეობაში და ყველაზე კარგი რა არის. წინა ვიდეოც ნახეთ, თუ ეს ვიდეო შეგხვდათ, წინა ვიდეო აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ იქ ვსაუბრობ ზუსტად აი ამ ესე რომ ვთქვათ, თქვენს ანუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღებაზე, ხო, ყურადღებაზე, სადაც არის თქვენი ყურადღება, ზუსტად ის მოდის თქვენთან. თუ თქვენი ყურადღება არის კრედიტებისკენ, ვალებისკენ, უბედურებებისკენ, არ ვიცი კიდე რაღაცა საშინელებებისკენ, აუცილებლად ის ცხოვრებაში, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება. მაგრამ თქვენი ყურადღება თუ არის მიყრობილი იქითკენ, რომ თქვენ ენდობით აბსოლუტურად სამყაროს თქვენ არ ხართ ცალკე ვიღაცა აღებული პიროვნება, თქვენ ხართ ამ სამყაროს ერთიანი სამყაროს ნაწილი, რომელიც არის აბსოლუტურად ერთიანი კადრი აი ამ სხეულითვე, ანუ მიხვდით, მაშინ თქვენი ყურადღება არის მიყრობილი იქითკენ, რაც თქვენ გინდათ მაგალითად, ყველაფერი მოვა თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად. გააკეთეთ ძალიან მარტივი კვანტური ნახტომი. კიდევ ერთხელ მეგობრებო, არავისთვის არ მინდა რომ აი გაიღვიძეთ, გამოფხიზდით ესა, არ ვიძახი. უბრალოდ ძალიან მინდა რომ ყველას ცხოვრება გაუმჯობესდეს. ანუ რეალურად მიიღოთ ის, რაც თქვენ გინდათ, რაზეც ფიქრობთ, რაზეც ოცნებობთ. ანუ მიხვდით და ის მხოლოდ ოცნებებად არ დარჩეს და არ იყოთ აი ამ კრედიტებში, ვალებში და უბედურებებში ჩაფლული და გქონდეთ ის, რაც თქვენ გინდათ. თუნდაც ესე გამოყოფილი ადამიანი გეგონოთ ამ სამყაროსგან თავი. ერთადერთი რეალური ჭეშმარიტება დაიმახსოვრეთ. ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ორგანიზმიდან ყველგან და ყველაფერში არის ღმერთი. ღმერთის გარეშე ფოთოლი არ შრიალებს. თქვენ ხართ ღმერთი და ზუსტადაც სადაც ღმერთი იყურება, სადაც თქვენი ყურადღებაა მიპყრობილი, ანუ ზუსტად ის ხდება რეალურად თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ეკრანზე, ანუ თქვენი წარმოსახვის ეკრანზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, რაშიც თქვენ ცხოვრობთ და ჩვენ ვცხოვრობთ, ხო, ეს არის ძალიან ერთი ძალიან დიდი ილუზია, რომელსაც მე პირადად და არა მხოლოდ მე ვეძახი ეგოს თამაშებს. ნუ აყვებით თქვენს პირად სატანას, ნუ აყვებით თქვენს ეგოს და მიაბყარეთ ყურადღება იქითკენ, რომ სამყარო არის ერთი მთლიანი კადრი, თქვენ ამ კადრში ხართ მთლიანი სხეულით, ეს არის ერთი მთლიანი კადრი თქვენ სხეულთან ერთად, თქვენ არ ხართ ცალკე პიროვნებები, თქვენი თვალებიდან იყურება ღმერთი და მიეცით ღმერთს საშუალება დაინახოს ის სილამაზეები, რაც რეალურად უნდა დაინახოს მან ამ ცხოვრებაში და იმიტოა თქვენი სხეული აქვს.
და არა ის რომ იყოთ აი ამ უბედურებაში და არენორმალურობაში. უღრმესი მადლობა ყველას, იმედია ძალიან მარტივად და კარგად ახსენი რაღაცები. ძალიან გთხოვთ თუ კითხვების შემთხვევაში ან თემების შემთხვევაში მომწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ ყველა კომენტარს ვნახულობ და მაქსიმალურად ვცდილობ პასუხი გაგცეთ ყველაფერს და უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად, დროებით გემშვიდობებით. ასე გაგიბრუნდებით, მადლობა დიდი.